ძირითადი პრობლემა ამჟამად ისაა, რომ ანტისემიტიზმი კრიზისულ დონეზე რჩება შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში. კოლეჯები იქცნენ უძველესი სიძულვილის ინკუბატორებად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი სტუდენტი ეშინია თუნდაც გამოხატოს თავისი ებრაული იდენტობა, სხვები ხმას იმაღლებენ. ანტისემიტიზმი გამოიყენება იარაღად ამერიკულ უმაღლეს განათლებაში და თუ ასეა, ვის მიერ? ჰარვარდის უნივერსიტეტთან და სავარაუდო იუსტიციის დეპარტამენტის მამხილებელთან დაკავშირებული. მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ ებრაელთა სამოქალაქო უფლებების მომავალი კამპუსზე სასამართლოს წინაშეა. დღეს ამაზე ვისაუბრებთ. მე ვარ ილანა მიზელ-დიამანტი და ეს არის Basic Law. დღეს ჩვენთან ერთად არის კენ მარკუსი, ბრენდეისის ინსტიტუტის დამფუძნებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. ასევე სხვა საჯარო პოზიციებთან ერთად. აშშ-ის ყოფილი ასისტენტი. აშშ-ის განათლების დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებების საკითხებში მდივნის თანაშემწე. კენ, მოგესალმებით ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა, ალანა. სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მასაჩუსეტსის ოლქის სასამართლოდან გამოვიდა საკამათო და შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საქმეს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტმა ჰარვარდის წინააღმდეგ წამოიწყო. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მეტი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ბოლო დღეებში ახალი ამბების თემაა. გვითხარით ფაქტობრივი გარემოებები, თავად გადაწყვეტილება და მისი არგუმენტაცია. ასევე რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, ალანა, სიამოვნებით კი პასუხებ. ყველაფერი, რაც ჰარვარდს ეხება, ყოველთვის საკამათო და შესაძლოა მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის ფედერალური ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის. ის მომავალი სასამართლოებისთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, ეს ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებაა საქმეში, რომელიც დიდ ყურადღებას იპყრობს, რადგან ის ეხება იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებების სარჩელს ჰარვარდის უნივერსიტეტის წინააღმდეგ ანტისემიტიზმის გამო. იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელი დიდწილად იდენტურია იმ სარჩელისა, რომელიც ჩემმა ორგანიზაციამ ბრანდაისის ცენტრმა რამდენიმე წლის წინ ჰარვარდის წინააღმდეგ შეიტანა. ჩვენი საქმე წარმატებული იყო იმით, რომ ბოსტონის ფედერალური ოლქის სასამართლოს მოსამართლე სტემსისგან ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ და საბოლოოდ ჰარვარდთან ძალიან ხელსაყრელ პირობებზე შევთანხმდით. ეს საქმე განიხილება ზუსტად იმავე მოსამართლესთან, მოსამართლე სტერნსთან, რომელმაც იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელი უარყო. და იმის საფუძველი, რომ სარჩელი უარყო, ძირითადად ის იყო, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა ძალიან გვიანი მოქმედა. და ამ შუალედში ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ გამოძიებასა და სარჩელის შეტანას შორის, იუსტიციის დეპარტამენტმა მხოლოდ ანტისემიტიზმის კიდევ რამდენიმე შემთხვევის იდენტიფიცირება შეძლო. და აქედან გამომდინარე, მოსამართლე ამბობს, რომ მხოლოდ ვარაუდია, არსებობს თუ არა ანტისემიტიზმის მიმდინარე პრობლემა ჰარვარდში. შეგიძლიათ უბრალოდ იმისთვის, რომ ყველას გაახსენდეს კონკრეტული შემთხვევები, შევიწროებისა და ძალადობის, რომლებზეც ბრალდებები არსებობს და სადაც ინსტიტუტმა სათანადოდ არ მოაგვარა საკითხი. იყო ერთი ბიზნესის სკოლის სტუდენტი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფიზიკურად დაასხეს თავს. კენედის სკოლაში 3 სტუდენტი იყვნენ, რომელთაც არ მისცეს საშუალება ისაუბრონ ისრაელზე როგორც ებრაულ დემოკრატიაზე. დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანის მონაწილეობით გავრცელდა ბრალდებები მასობრივ შევიწროებაზე. იყო მტრული განცხადებები, მაგალითად, დინარიდან ზღვამდე ტიპის, მაგრამ ასევე იყო ანტისემიტური ქცევის მნიშვნელოვანი რაოდენობა. კარგი. ასე რომ ამ ეტაპზე მოსამართლე სტერნს, რომელმაც თქვენ საქმეს წარმატებით გაგრძელების საშუალება მისცა, ბრუნდება მთავრობასთან და ბასთან და ამბობს. ძალიან გვიანია. იდეა ისაა, რომ ეს მე-6 მუხლის საქმეა. ასე რომ იდეა, რომ ჰარვარდს უნდა ჩამოერთვას სასამართლო განხილვისთვის შესაფერისი. დიახ, ასე რომ გახსოვდეთ, ადრე იუსტიციის დეპარტამენტმა უბრალოდ სცადა ძალიან სწრაფად ემოქმედა, რაღაცები გამოტოვა და ჰარვარდისთვის დაფინანსება გაეღინა. და სხვა ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ ეს ძალიან სწრაფია, თქვენ უნდა გაიაროთ პროცესი. ამჯერად იუსტიციის დეპარტამენტმა და ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტმა პროცესი სრულად გაიარეს. და ახლა ამბობენ, რომ ეს ძალიან ნელია, რადგან სავარაუდო შემთხვევებსა და სასამართლოში სარჩელის შეტანას შორის დრო ძალიან დიდი იყო. კარგი, თუ ორივე გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მაშინ მასაჩუსეტსის ოლქის სასამართლოში არასოდეს იქნებოდა წარმატებული იუსტიციის დეპარტამენტის მე-6 მუხლის საქმე, რომელიც ეხება ანტისემიტიზმს ან სხვა საკითხებს. იუსტიციის დეპარტამენტმა 10 წლეულების განმავლობაში სამოქალაქო უფლებების ძალიან ცოტა საქმე აღძრა, განსაკუთრებით ანტისემიტიზმთან დაკავშირებით. ესლა როცა ისინი ამას აკეთებენ, სასამართლოები აყონებენ და იტანებენ სტანდარტს, რომელიც თუ მუდმივად იქნება გამოყენებული,
ფაქტობრივად, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი სხვა სახის აღსრულებასაც კი შეაჩერებდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა დგას ამის უკან? იმიტომ რომ როცა კერძო სარჩელს შეიტან, როგორც ჩანს, მას შეიძლება პერსპექტივა ჰქონდეს. დიახ, ეს აუცილებლად არ იმოქმედებს კერძო სარჩელებზე, როგორიც ჩვენმა შევიტანეთ, თუმცა იმოქმედებს საჩივრებზე, რომლებიც ფედერალურ აღმასრულებელ სააგენტოებში, მაგალითად განათლების დეპარტამენტში შეაქვთ. ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტში, ხანაბარი დასაქმების შესაძლებლობების კომისიაში. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უბრალოდ ძალიან არეულია. გამოყენებულია არასწორი სტანდარტი, რის სტანდარტი, რომელიც შეიძლება სხვა ტიპის საქმეებში იყოს გამოყენებული, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. შეიძლება ბოსტონში გარკვეული უკმაყოფილება იყოს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. ეს საკმაოდ აშკარად გამოხატა იმავე სასამართლოში სხვა ფედერალურმა ოლქის მოსამართლე ბაროუზმა, სხვა გადაწყვეტილებაში, რომელიც იგივე მხარეებს ეხებოდა. ასე რომ შეიძლება ზოგადი უხალისობა იყოს ამ ეტაპზე ფედერალური მთავრობისგან ჰარვარდის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსმენის. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის საკითხი, მაგრამ რთულია წარმოვიდგინო, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩებოდა თუ საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდოდა. ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს? მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა გაასაჩივროს. არ ვიცი, როგორ მოექცევა ამ საკითხს პირველი ოლქის სააპელაციო სასამართლო. მაგრამ თუ იუსტიციის დეპარტამენტი პირველი ოლქის სააპელაციო სასამართლოში არასასრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ვფიქრობ საქმე უზენაეს სასამართლოში გადავა და სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საქმე და იუსტიციის დეპარტამენტი გაიმარჯვებს. მაშ ასე რომ დავაზუსტო. ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს გავლენა თუ ის ძალაში დარჩება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალაში დარჩეს. დიახ, ამ ეტაპზე ეს არ არის კარგი ბოსტონის ფედერალურ საოლქო სასამართლოში განხილული საქმეებისთვის და მასაჩუსეტსა და ახალ ინგლისში ბევრი კოლეჯი და უნივერსიტეტია. ასე რომ ეს უმნიშვნელო რამ არ არის. ეს გადაწყვეტილება ასევე განიხილებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვა სასამართლოებშიც, თუნდაც ფორმალურად სავალდებულო არ იყოს. მაგალითად, ველოდები, რომ ის გამოიყენონ იუსტიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ UCLA-ში. აი ეს არის. მეტი იმ საქმეზე. თანასწორი დასაქმების შესაძლებლობების კომისიის თავმჯდომარე ანდრეა ლუკასი იმ დროის ბანაკების დროს UCLA-ს წინააღმდეგ საჩივრით გამოვიდა. 2023 წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისში. ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმებისა და იმ პროტესტების შემდეგ, რომლებიც ამერიკულ კამპუსებს მოედოდა, UCLA-ში საკმაოდ ინტენსიური იყო. ლუკასმა ეს მაშინ დაინახა. ის კომისარი იყო და მას EEOC-დან გამოძიება ჰქონდა დაწყებული. ამ გამოძიებამ იმ დროს UCLA-ის მხრიდან დარღვევების აღმოჩენამდე მიიყვანა. შემდეგ საქმე გადაეცა იუსტიციის დეპარტამენტს და იუსტიციის დეპარტამენტმა განაგრძო პროცედურები მე-7 სათაურის მიხედვით, რომელიც ვრცელდება სამუშაო ადგილზე და შეიტანეს სარჩელი ფედერალურ საოლქო სასამართლოში. მათ გაიარეს ყველა საჭირო პროცედურა, რაც რამდენიმე წელი გაგრძელდა. თუ ლოს-ანჯელესის საოლქო სასამართლო ბოსტონში მოსამართლე სტერნს დაეთანხმება, შეიძლება თქვას, რომ ეს არასაკმარისია. რომ მთავრობამ დაადგინა დარღვევა, რომელიც უნივერსიტეტმა ვერ გამოასწორა და შეიძლება საქმე გააოქმონ. არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ ეს იქნება რისკი. შეგიძლიათ ცოტა მეტი მომიყვეთ, რა ხდებოდა რეალურად UCLA-ში? UCLA-ში ჩვენ ვნახეთ მასშტაბური საპროტესტო ბანაკები და როგორც ებრაელ სტუდენტებს, ასევე სხვა ებრაელ ამერიკელებს არ აძლევდნენ კამპუსზე გადასვლის საშუალებას. მათ განაცხადეს, რომ კაროებში არ ატარებდნენ და გაკვეთილებზე ვერ მიდიოდნენ, თუ არ გააკეთებდნენ განცხადებებს, რომლითაც უარყოფდნენ და გმობდნენ ისრაელის სახელმწიფოს. ერთმა ფედერალურმა საოლქო მოსამართლემ ადრინდელ საქმეში უკვე მიუთითა, რომ ეს კანონის დარღვევას ჰგავდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ამჟამად UCLA-ში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სასამართლო დავა და ზოგიერთი მათგანი შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ ლოს-ანჯელესის სასამართლო ბოსტონის სასამართლოს დაეთანხმება. და რა ხდება იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე დასრულდა შეთანხმებით. მაგალითად, კოლუმბიას ჰქონდა მილიონობით, ასობით მილიონ დოლარის გრანტები გაყინული 25-ში ფედერალური მთავრობის მიერ, იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომელსაც ამჟამად იყენებს მოსამართლე სტერნსი, არის თუ არა რისკი, რომ ესეთი ტიპის საქმეები ხელახლა გაიხსნას თუ? ირონიულად რომ ვთქვათ, არა. ადმინისტრაციის დასაწყისში ფედერალური მთავრობა ძალიან მკაცრად და აქტიურად მოქმედებდა. ფინანსების გარემო და ისეთი ზომების მიღება, რომლებიც განსაკუთრებულად მკაცრი და ძალისმიერი იყო.
და არ ჩანდა, რომ ეს ყველა საჭირო ნაბიჯს მიხვებოდა. ფედერალური მთავრობა ახლა ამის გამო კრიტიკას იღებს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დროს მათ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა შეძლეს. მას შემდეგ მთავრობა უფრო ტრადიციული გამოძიებებისკენ გადაიხარა და ჩვეულებრივ წესებს მიხვება. ეხლა, როცა ისინი მიხვებიან ჩვეულებრივ წესებს, რომლებიც ხანგრძლივი და რთულია, სწორედ ამ დროს აცვლებიან ამ პრობლემას ბოსტონის სასამართლოში. ეს არ არის შეპასუხება, რომელიც მათ წინა საქმეებს შეეხება, არამედ ეხება იმ საქმეებს, რომლებსაც ახლა აკეთებენ ჩვეულებრივი წესებით. გასაგებია. და თუ ისევ მთავრობაში იქნებოდით და განიხილავდით სასამართლო სტრატეგიას ამ მოვლენების გათვალისწინებით, რას იზამდით, როგორ იფიქრებდით ამაზე? ეს ნამდვილად უნდა იყოს გამაღიზიანებელი. ფედერალური სამოქალაქო უფლებების დაცვის ოფიციალური პირები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ახლა მათ მკაცრად აკრიტიკებენ სხვადასხვა მიმართულებით. მათ მკაცრად აკრიტიკებენ კონგრესში, მათ შორის იმ კონგრესმენებიც, რომლებიც შესაძლოა თავმჯდომარეობის პოსტზე დაწინაურდნენ, თუ კონგრესში ძალთა ბალანსი შეიცვლება. ისინი ერთგულები შვიდად არიან და იყო. ინფორმატორები. უფრო კონკრეტულად. მაგალითისთვის, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა ამ კვირაში ძალიან მკაცრი წერილი გაუგზავნა ტრამპის ადმინისტრაციას და ფაქტობრივად თაღლითობაში დაადანაშაულა. და დაასახელა კონკრეტული იურისტები. მათ შორის კარიერული იურისტები. ფაქტობრივად ანტისემიტიზმის გამოძიებები გამოიგონეს. თუ ფედერალური სამოქალაქო უფლებების აღსრულებაში ხარ ჩართული, ყველა მხრიდან გაკრიტიკებენ, ზოგჯერ ძალიან პირადული ტონითაც კი, თუნდაც კარიერული იურისტი იყო. ეს ქმნის დიდ ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სასამართლოს გადაწყვეტილებები და ზოგიერთი მედია ემატება. საჭიროა დიდი გამბედაობა და სიძლიერე, რომ წინ წახვიდე და საქმეზე კონცენტრირდე. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ეს არის გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ ფედერალური სამოქალაქო უფლებების დაცვის წარმომადგენლებმა უნდა გააგრძელონ ყურადღების გამახვილება ანტისემიტიზმის მიმდინარე და სერიოზულ პრობლემაზე. მიუხედავად იმ თავდასხმებისა, რომელსაც ისინი კონგრესის წევრებისგან აწყდებიან, ამხილებლებისგან, სასამართლოებიდან და სხვა ადგილებიდან. და თქვენ როგორც თქვით, შემოგთავაზებდით ჩვეულებრივი წესების გამოყენებას. ან იმ უფრო ეფექტურ, მაგრამ გარკვეულწილად უფრო სადავო აღსრულების მეთოდს, რომელსაც ისინი თავდაპირველად იტანებდნენ. მე ვფიქრობ, ჭკვიანურია, რომ სააგენტოს იურისტები ახლა ანტისემიტიზმის საქმეებს ხელმისაწვდომი ფორმალური პროცედურების გამოყენებით წარმართავენ. ასევე ვფიქრობ, მისასალმებელია, რომ ახლა უფრო მეტი ასეთი პროცედურა გამოიყენება, არა მხოლოდ განათლების დეპარტამენტში, როგორც წინა წლებში, არამედ სხვა სააგენტოებშიც, რომლებიც ადრე ამ პროცესებში ჩართული არ იყვნენ. მაგალითად, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი, თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების სააგენტო, იუსტიციის დეპარტამენტი, თუნდაც. ვფიქრობ, სასარგებლო და მისასალმებელია, რომ ასევე იყო კოორდინირებული და ძლიერი მცდელობები უნივერსიტეტების ყურადღების მისაპყრობად. ვფიქრობ, ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით. კარგი? გონი შეგაწყვეტინეთ, როცა მამხილობლის ხსენება დაიწყეთ. არის ადვოკატი, სახელად ჰეილი ვან არამი, რომელიც როგორც ვიცი, უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებების განყოფილებაში. და ჰეილი ვან არამი გამოდის და ამბობს, რომ ფედერალური ზომები, რომლებიც ბრაუნის და სხვა უნივერსიტეტების, მაგალითად კოლუმბიის წინააღმდეგ იქნა მიღებული, ძირითადად ან დაჩქარებული ვადებით განხორციელდა, ან მტკიცებულებებს ეწინააღმდეგებოდა. და ამას გარდა მას კიდევ რამდენიმე სხვა პრეტენზიაც აქვს. შეგიძლიათ ცოტა უფრო დეტალურად გითხრათ ამაზე და როგორ უყურებთ ამას, ამ მოვლენას და მის შესაძლო გავლენებს, იმის გათვალისწინებით რა ტიპის ზეწოლებზე საუბრობთ. ამიტომ მიტყოდი, რომ სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა, რომ უკმაყოფილო სამოქალაქო უფლებების სფეროში მომუშავე კარიერული იურისტები ახალი ამბავი არ არის, ან არ უნდა იყოს ახალი ამბავი რესპუბლიკელების ადმინისტრაციების დროს. ჩვეულებრივ, ჩვენ ხედავთ, რომ იუსტიციის დეპარტამენტი და სხვა სააგენტოები ძირითადად დაკომპლექტებულია იურისტებით, რომლებიც არიზიარებენ რესპუბლიკური ადმინისტრაციების პრიორიტეტებს, პოზიციებსა და ღირებულებებს და ხშირად ეწინააღმდეგებიან მათ. ის, რასაც ხედავთ ასე წოდებულ მამხილებლის სარჩელში, არის რიგი პრეტენზიები.
კარიერული იურისტები დანიშნეს ისეთ საქმეებზე, რაც მათ არ სურდათ, იმ ვადებში, რომლებიც მათთვის ძალიან სწრაფად მიიჩნეოდა და მათი რეკომენდაციები ზედამხედველებმა უგულებელყვეს. ეს სინამდვილეში საკმაოდ ხშირია ფედერალურ მთავრობაში და არც სხვაგან არის იშვიათი. ადამიანებს ზოგჯერ უწევთ ისეთი სამუშაოს შესრულება, რაც არ სურთ. ზოგჯერ მათ უწევთ ამის გაკეთება უფრო დაჩქარებულ ვადებში, ვიდრე ისურვებდნენ. და თუ მათი ზედამხედველები მათ გადაწყვეტილებებს გადაასწორებენ, ეს ჩვეულებრივ კონგრესის ყურადღებას არ იკვრავს. თუმცა ეს საჩივარი კი ერგება იმ ნარატივს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკოსები იყენებენ, რათა ტრამპის ადმინისტრაციას პოლიტიკურად დაუპირისპირდნენ. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი პოლიტიკაა. ასე რომ, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ კონგრესის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა ეს მამხილებლის საჩივარი აიღო და ფაქტობრივად გაახმაურა. და ის გამოიყენა როგორც საფუძველი ბრალდებებისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არასწორად იქცევა. მაინტერესებს ხო არ არის აქ უფრო ფართო მცდელობა, რომ რაღაცა მორალური ეკვივალენტობა შეიქმნას. დავამატებ იმას, რაზეც თქვენ ახლახან ისაუბრეთ მამხილებელზე და იმ ყურადღებასთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ამბავი იღებს. ის ფაქტი, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტშიც არის სარჩელი, არა ებრაელი სტუდენტების მხრიდან ანტისემიტიზმის ბრალდებით, არამედ პალესტინელების ან იმ სტუდენტების მხრიდან, რომლებიც თავს პალესტინის საქმესთან აიგივებენ და ისინი ამტკიცებენ, რომ დისკრიმინაციას განიცდიან. ამიტომაც იყო გარკვეული მცდელობა, რომ მსგავსი სარჩელი შეეტანათ. ცხადია, მე არ დავიკავებ პოზიციას, როგორ უნდა განვითარდეს ეს საქმე. მაგრამ ჩემთვის ჩანს, რომ ეს ყველაფერი ერთდროულად და საკმაოდ მოკლე დროში ხდება. მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. ხომ არ არის მცდელობა, რომ შეიქმნას მორალური ეკვივალენტობა? და ამით, ასე ვთქვათ, შეასუსტონ ის სარჩელები, რომლებიც ებრაელმა სტუდენტებმა და მთავრობამ მათ სახელით შეიტანეს. ძირითადი პრობლემა ამჟამად ისაა, რომ ანტისემიტიზმი კრიზისულ დონეზე რჩება შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში. შესაძლოა კოლეჯების კამპუსებში ბანაკები არ იყოს, მაგრამ ჩვენ ხედავთ ძალადობას ქუჩებში, ხედავთ თავდასხმებს სინაგოგებზე. ჩვენ ხედავთ, რომ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებები უფრო ცუდ მდგომარეობაშია ვიდრე ოდესმე და პრობლემები სხვა სექტორებშიც, როგორიცაა ჯანდაცვა და პროფკავშირები. ეხლა საჭიროა გაგრძელდეს ინტენსიური ყურადღება ამ ანტისემიტიზმის გამოვლენაზე, მასთან ბრძოლასა და აღმოფხვრაზე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა გზით ყურადღება გადაგვატანინონ ჩვენ, ვინც ამ პრობლემას ვებრძვით. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური მცდელობები ამჟამინდელი ადმინისტრაციის კრიტიკოსების მხრიდან. ასევე შეიძლება იყოს იურიდიული მცდელობები ანტიისრაელელი აქტივისტების მხრიდან. ყველა მათგანი უნდა დავამარცხოთ და ყურადღება მომავალზე უნდა გავამახვილოთ. რაც შეეხება კოლუმბიის საქმეს, მას ორი ნაწილი აქვს. კოლუმბიის საქმეში მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ისინი კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ იმის გამო, რომ მუსლიმები და პალესტინელები იყვნენ. თუ ეს სიმართლეა, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სასამართლოში დაიცვან თავიანთი უფლებები. სრულიად შესაძლებელია, რომ არსებობდეს ადგილი, სადაც ერთდროულად არის ანტისემიტიზმიც და მუსლიმების დისკრიმინაციაც, და ეს ყველაფერი ცუდია. ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი დაცვა. მაგრამ იგივე საჩივარი ასევე გამოიყენეს იმისთვის, რომ შეეცადნენ ანტისემიტიზმთან ბრძოლის მცდელობები შეასუსტონ. ამას უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა, რადგან რეალურად არ არსებობს ეკვივალენტურობა და არც ერთი არ უკავშირდება მეორეს. და რაც გჭირდება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ფედერალური მთავრობისა და სასამართლოებისთვის არის ის, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ თავარზე, რაც არის ანტისემიტიზმის ან ბოროტების აღმოფხვრა, რომელიც კოლეჯების კამპუსებიდან სხვა სექტორებშიც ვრცელდება. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რეალურად კოლეჯების კამპუსებში წარმოიშვა და იქიდან ვრცელდება? ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ამერიკულ საზოგადოებაში სხვადასხვა არხით შემოვიდა, როგორიცაა კოლეჯის კამპუსი, ასევე ინტერნეტი და ციფრული მედია. და შემდეგ ამ ადგილებიდან ის აშკარად ვრცელდება. კოლეჯები ყველაზე ძველი სიძულვილის ინკუბატორებად იქცნენ და ჩვენ ხედავთ, რომ კოლეჯები, ზოგად საგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებს ანტისიონისტურ პროპაგანდაში ცურთნიან და ანტისემიტიზმს ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ავრცელებენ. ასე რომ ხედავთ, რომ კამპუსის ტიპის ანტისემიტიზმი, მემარცხენე ანტისიონისტური მიმართულებით, პროფკავშირებისა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით ვრცელდება. შეგიძლიათ ცოტა უფრო დეტალურად ახსნათ, რა ხდება ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში და პროფკავშირებში, ან სხვა ორგანიზაციებში? ზოგად საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში ახლა ვხედავთ ანტისემიტიზმის ისეთ დონეს, როგორიც რამდენიმე წლის წინ კოლეჯის კამპუსებზე გვხდებოდა. ეს ჯერ კიდევ არ არის უმაღლესი განათლების დონეზე, მაგრამ აშკარად ბევრად უარესია, ვიდრე ოდესმე გვინახავს. ეს სხვადასხვა ფორმას იღებს.
ზოგიერთი მათგანი არის საშუალო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც იმეორებენ თავიანთი უფროსი და ძმების ქცევას, სკოლის გაკვეთილებიდან გამოსვლისას სკანდირებენ, დინარიდან სხვამდე. ზოგიერთი დაკავშირებულია დამტკიცებულ სასწავლო პროგრამებთან, მაგალითად კალიფორნიის ზოგიერთ კლასში ეგრეთ წოდებული გათავისუფლებული ეთნიკური კვლევები, რომლებიც ებრაული იდენტობისა და ისრაელის მიმართ ვიწრო და ნეგატიურ შეხედულებას ავრცელებენ. ზოგიერთი დაკავშირებულია მასწავლებელთა პროფკავშირებთან, რომლებიც ავრცელებენ ანტი-ისრაელურ განწყობებს და სადანმანათლებლო მასალებს, რომლებიც კიდევ უფრო უარესია ვიდრე ის, რასაც ზოგიერთი ეს სკოლა იღებს. ასე რომ ეს ანტისემიტიზმის სხვადასხვა ფორმა, რომელთაგან ზოგი თავად მასწავლებლებისა და მათი პროფკავშირების მიერ ვრცელდება. და ეს ქვეყნის მასშტაბით ხდება, თუ არსებობს გარკვეული ცხელი წერტილები. ასე რომ ამას კალიფორნიის შტატის მასშტაბით ხედავთ და სინამდვილეში ბრანდაისის ცენტრი უჩივის კალიფორნიის შტატს ანტისემიტიზმის გავრცელებისთვის მის სკოლებში. ასე ვნახეთ ეს ჯორჯიიდან მასაჩუსეტსამდე და ნიუ-იორკში და ყველა ამ ადგილას გვაქვს შემთხვევები. და ამას სხვა ადგილებშიც ვხედავთ. ეს აშკარად ეროვნული პრობლემაა. და ფედერალურ მთავრობაც ამ ინსტიტუციებს ებრძვის. თუ უმაღლეს განათლებაზეა კონცენტრირებული. ფედერალური მთავრობა ბევრად უფრო კონცენტრირებულია უმაღლეს განათლებაზე. ჩვენ მოუწოდეთ კონგრესს ჩაეტარებინა მოსმენები ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში ანტისემიტიზმზე და სინამდვილეში წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმე მოსმენა ჩაატარა, მაგრამ არც ისე ბევრი. ჩვენ ასევე შევიტანეთ რამდენიმე საჩივარი ფედერალურ სამართალ აღსრულების უწყებებში და იწყო რამდენიმე გამოძიება, თუმცა აშკარად იგივე ყურადღებას ვერ ვიღებთ. რაც შეეხება მასწავლებელთა პროფკავშირებს, ჩვენ გვაქვს ახალი მნიშვნელოვანი საჩივარი, რომელიც შევიტანეთ ქვეყნის ყველაზე დიდი მასწავლებელთა პროფკავშირის, ეროვნული განათლების ასოციაციის წინააღმდეგ. და ამ საჩივარს ახლა ძალიან აქტიურად იძიებენ ფედერალური განონძიებლები. შენ იყავი ის ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამოქალაქო უფლებების კანონების დახვეწასა და გადახედვაში, თუ როგორ ვრცელდება ეს კანონები ებრაელებზე კამპუსზე. შეგიძლია 1-2 წინადადება თქვა ამაზე, მაგრამ მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ეხება ძირითადად იმის განსაზღვრების გაფართოებას, თუ რა არის ებრაელი სამოქალაქო უფლებებისთვის თვალსაზრისით, რომ სწორად განისაზღვროს ეს ცნება. მე ინტერესით ვადევნებ თვალს ამ თემას და მუდმივად მიკვირს. იცი, კანონი ცდილობს დააჯარიმოს ინსტიტუტები იმ შემთხვევაში, როცა მათ უნდა ემოქმედათ, მაგრამ არ იმოქმედეს, ასე ვთქვათ. მაგრამ კანონი ჯერ არ შეხებია კამპუსზე არსებულ კულტურულ ფუნდამენტურ პრობლემას. ან კამპუსის პროფესორ მასწავლებლებს. ბევრი რამ არის კანონიერი, რაც მაინც იწვევს იმ კულტურულ პრობლემებს, რომლებზეც საუბრობთ. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რას აკეთებდით ფედერალურ მთავრობაში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღევანდელი სასამართლო პროცესებისთვის. და ასევე, სად მთავრდება ამ ყველაფრის ეფექტურობა. რა თქმა უნდა, აქ ბევრი რამაა. ეს დაიწყო 20 წელზე მეტი ხნის წინ, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს. მე დამავალეს განათლებასთან დაკავშირებული სამოქალაქო უფლებების აღსრულება. იმ დროს ებრაელი სტუდენტები არ მიიჩნეოდნენ 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის მე-6 თავის მიერ დაცულებად, რომელიც ამ სფეროში მთავარი კანონი იყო. და სწორედ ამ მიზეზით, როდესაც ებრაელი სტუდენტები შესაბამის სააგენტოში საჩივრებს წარადგენდნენ, ეს საჩივრები ჩვეულებრივ უარყოფილი იყო. მე შევიმუშავე პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ეხლა ფედერალური მთავრობა აცხადებს, რომ ებრაელი ან სხვა ეთნორელიგიური ჯგუფებისთვის პრეტენზიები თუ ჯგუფს აქვს საერთო ეთნიკური ან წინაპრული წარმომავლობა და ასევე საერთო რწმენა. ის ფაქტი, რომ მას აქვს საერთო რწმენა, ვერ ართმევს სააგენტოს იურისდიქციას. სხვა სიტყვებით, ებრაელები არიან რელიგიური ჯგუფი, მაგრამ ასევე ეთნიკური ჯგუფი და ხალხი. და რადგან ჩვენ ერთ ხალხს ვეკუთვნით, გვაქვს სამოქალაქო უფლებების დაცვის უფლება, როგორც სხვა ჯგუფებს, მაგალითად აფრო-ამერიკელებს, ჰისპანო-ამერიკელებს ან არაბ-ამერიკელებს. ეს ახალი პოლიტიკა იყო 20-ზე მეტი წლის წინ, მაგრამ მას შემდეგ ყველა საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ მეტწილად მიიღო იგი. სტრატეგიაზე კითხავს სვამთ, დასაწყისში. ჩვენი ყველა საქმე ეხებოდა ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა ჰარვარდი, MIT და ბერკლი, რომლებიც ებრაელი სტუდენტებისთვის მტრულ გარემოს ითმენდნენ. იმ იდეაზე დაყრდნობით, რომ თითოეულ შემთხვევაზე ცალ-ცალკე ბრძოლა არ უნდა გვიწევდეს, არამედ მთლიანად ინსტიტუტებს უნდა ვაგებინათ პასუხი, რათა მომავალში თავად მოაგვარონ მსგავსი საკითხები.
ჩვენ კლავაც ცდილობთ ამას, მაგრამ ამავდროულად ვებდვით ზოგიერთ სამართალდამღებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კულტურას სწამლავენ. ესეთი ჯგუფებია მაგალითად სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის, უსკუნძულის გათავისუფლების ფრონტი ან სახალხო საქალაქო საბჭო, რომლებიც ჩვენი მტკიცებით პასუხისმგებელნი არიან კოლეჯების კამპუსებზე და სხვაგან არსებულ პრობლემებზე. ჩვენ მათაც ვებრძვით, რამდენადაც ისინი არღვევენ ფედერალურ და შტატის კანონებს. კანონი არის სოციალური ცვლილებების მთავარი გასაღები ამერიკაში, მაგრამ ის მარტო ვერ იმოქმედებს. საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საჭიროა განათლება, საჭიროა აქტივიზმი. ჩვენ ცადეთ ეს ჩაგვერთო ჩვენს მიდგომაში, რათა როდესაც სარჩელი შეგვაქვს, ამავდროულად მედიას ვიყენებთ ცნობიერების გასაზრდელადელად. კაპიტოლიუმის ბორცვზე, აღმასრულებელ სააგენტოებში, შტატების დედაქალაქებში და ფართო საზოგადოებაში, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ კანონის გარეშე ცვლილება შეუძლებელია, მაგრამ მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის. ფუნდამენტურად, ის, რასაც ახლა ფედერალური მთავრობა ცდილობს თავისი სარჩელებით, არის იმ ინსტიტუტების დაშინება, დარწმუნება ან დასჯა, რომლებიც ფედერალურ დაფინანსებას იღებენ, რათა ისინი გარკვეული გზებით იმოქმედონ. მინდა ნამდვილად განვიხილო ფედერალური დაფინანსების მნიშვნელობა ამ ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც რა თქმა უნდა დიდი მემკვიდრეობა, დაუვიდრეობა და უზარმაზარი ფონდი აქვთ და რატომ არის ან შეიძლება იყოს ეს ეფექტური ინსტრუმენტი, რომელსაც ფედერალური მთავრობა იყენებს. და შემდეგ მეორე კითხვა ნამდვილად ეხება იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციები იცვლება. ასევე მიცით ინსტიტუტს, თუ ის იმსახურებს დასჯას და ერთმა ადმინისტრაციამ დასაჯა, შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ დაფინანსება მარტივად აღუდგეს სხვა ადმინისტრაციის მიერ. აზიანებს ეს რაიმე ფორმით ფედერალური ქმედაური ქმედების ეფექტურობას. უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, როგორც კორპორატიული ლიდერები ამერიკაში, როგორც წესი, მოკლევადიან პერსპექტივაზე ფიქრობენ. თუ უნივერსიტეტის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ წელს ფინანსური კატასტროფა მოხდება, ეს ვერ დაამშმასვეს მას. რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება უნივერსიტეტს უკეთესი წლები ჰქონდეს, მაგრამ ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უპასუხებენ სამეურვეო საბჭოს წევრები მიმდინარე სიტუაციას აქ და ახლა. ფინანსირება განათლებაში სამოქალაქო უფლებებისთვის უმნიშვნელოვანესია. ხალხი ჩივის, რატომ აყენებს ტრამპის ადმინისტრაცია უნივერსიტეტებისთვის დაფინანსებას. სწორედ ასე მუშაობს ეს პროცესი და გეტყვით, რატომ მუშაობს ასე. უკვე 1960-იან წლებში, როდესაც კონგრესი პირველად ამუშავებდა იმ მთავარ სამოქალაქო უფლებების კანონებს, რომლებსაც დღემდე ვიყენებთ, კონგრესის წევრებმა გააცნობიერეს, რომ კონსტიტუცია არ აძლევს მათ უფლებას უნივერსიტეტებსა და საჯარო სკოლებზე ნებისმიერი სახის შეზღუდვა დააწესონ. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს მათი მთავარი ყურადღება გამახვილებული იყო დაწყებით და საშუალო სკოლებში რასობრივი სეგრეგაციის საკითხზე, ხოლო ყველა სხვა საკითხი მეორეხარისხოვანი იყო. ამიტომ მათ წინაშე დადგა კითხვა: როგორ შეგვიძლია შევადგინოთ კანონმდებლობა, რომელიც რეალურ ცვლილებას შეიტანს სეგრეგაციისა და ზოგადად სამოქალაქო უფლებების დაცვაში და ამავდროულად სასამართლოში განძლე იქნება. და მათ მოიფიქრეს საკმაოდ გონიერი იდეა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. ჩვენ მხოლოდ საჯარო სკოლებს ან უნივერსიტეტებს არ ვეტყვით, რომ მათ უნდა დაიცვან სამოქალაქო უფლებების წესები. ჩვენ ორ ამას გავაკეთეთ. პირველ რიგში ვიტყვით, რომ თუ მიიღებთ ფედერალურ დაფინანსებას, ამასთან მოხვება გარკვეული პირობები. ფაქტობრივად, თქვენ უნდა დაეთანხმოთ, რომ ამ დაფინანსების სანაცვლოდ დაიცავთ სამოქალაქო უფლებების მოთხოვნებს. შემდეგ მეორე. ჩვენ დავიწყებთ საგანმანათლებლო სისტემაში უზარმაზარი რაოდენობის გადასახადის გადამხდელთა ფულის ჩადებას ყველა დონეზე. იმდენად, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები მასზე დამოკიდებულები გახდებიან. და აღარ ისურვებენ თქვენ, რომ უარს იტყვიან იმ პირობებზე, რომლებიც ამ თანხებს თან ახლავს. ამჟამად, თუ რომელიმე მსხვილი კვლევითი უნივერსიტეტი იტყვის, რომ არ სურს ჰქონდეს საქმე მოქმედი ადმინისტრაციის სამოქალაქო უფლებების კანონების ინტერპრეტაციასთან, მათ შეეძლოთ აეცილებინათ ბევრი. თუ არა ყველა, უბრალოდ თქვენ, რომ არ აიღებენ ფულს. და არსებობს რამდენიმე პატარა ქრისტიანული ინსტიტუტი, რომლებიც პრინციპულად არ იღებენ ფედერალურ ფულს. მაგრამ დიდი კვლევითი უნივერსიტეტები იმდენად დამოკიდებულნი გახდნენ ამაზე, რომ უბრალოდ არ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობთ, რომელი მნიშვნელოვანი საქმეები იკვეთება სამოქალაქო უფლებების კუთხით კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წინააღმდეგ? ზოგი მხრივ, ამჟამად ყველაზე დიდი საქმეა Stand With Us, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წინააღმდეგ.
ეს დიდი დათმა იყო ებრაული საზოგადოებისათვის. და თუ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს მის გადახედოს, ეს შეიძლება გახდეს შანსი გადაწყვეტილების შეცვლისთვის. კიდევ ბევრი სხვა საქმეა, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს. შეგიძლიათ ცოტა უფრო დეტალურად გაგვიზიაროთ ამის შესახებ? ვერ შევძლებ და უნდა ვთქვა, რომ ეს საკმაოდ ტექნიკურია. ეს არ არის ის, რასაც ადამიანები ფიქრობენ, რომ შეიძლება იყოს. მაგალითად, ეს არ იყოს სიტყვის თავისუფლების საქმე, ეს არ იყოს საკითხი. MIT-ში საკითხი ძირითადად ის იყო. უნივერსიტეტმა სწორად უპასუხა თუ არა ანტისემიტიზმის ფაქტებს, რომელთა შესახებაც იცოდა. გამოყენებული ტერმინი იყო განზრახ-გულგრილობა. იყო თუ არა უნივერსიტეტი განზრახ-გულგრილი იმასთან მიმართებაში, რაც მათ თვალწინ ხდებოდა. სავარაუდოდ სასამართლომ ამ სტანდარტის გამოყენება არასწორად მოახდინა. მე მჯერა, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ მიიჩნევს თუ არა უზენაესი სასამართლო, რომ ეს საკითხი მისი დროისა და განხილვის ღირსია, ეს არის კითხვა, რომელსაც ახლა დავაკვირდებით. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან საქმეებს UCLA-დან MIT-მდე და ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღარ იღებენ ისეთივე ყურადღებას მედიაში, როგორც 1 ან 2 წლის წინ, ბევრი მათგანი მაინც მნიშვნელოვანია. და გადაწყვეტილებებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მორიგებებიც. ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა რიდის კოლეჯი, რაც ძალიან ცვლილებებს იწვევს ამ კოლეჯების მუშაობის წესში. ეს ყველაფერი ხდება. ამ წუთებში მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტების დასახელებას არ დავიწყებ, კეთხვით, რომ ბრანდაისის ცენტრის იურისტები ამჟამად რამდენიმე ინსტიტუტთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მათ შორის როგორც დიდ უნივერსიტეტებთან, ასევე პატარა კოლეჯებთან. მაგრამ იმ ტიპის პირობები, რომლებიც შეთანხმებებში გვხდება, რა ხასიათისა? ხო, ისინი განსხვავდება, მაგრამ როგორც წესი, უფრო ძლიერი შეთანხმებები რამდენიმე კომპონენტს შეიცავს. კარგი შეთანხმებები მოითხოვს, რომ ინსტიტუტმა გამოიყენოს ჰოლოკოსტის ხსოვკოსტის საერთაშორისო ალიანსის ანტისემიტიზმის სამუშაო განმარტება, არა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, არამედ ქცევის შეფასებისთვისაც. ისინი ნათლად მიუთითებენ, რომ სიონისტებზე თავდასხმები უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო უფლებების დარღვევად და რომ სიონიზმი მხოლოდ პოლიტიკური შეხედულება კი არ არის, არამედ ებრაელთა იდენტობის ნაწილი ბევრ ებრაელთათვის. შეიძლება გქონდეთ კომპონენტები, რომლებიც ან დამოუკიდებელი მონიტორის, ან სულ მცირე რასახის მონიტორის დანიშნას ითვალისწინებს, რათა დართმოდნენ, რომ პირობები სრულდება. შეიძლება შექმნან ახალი პოზიციები, მაგალითად მე-6 სათაურის კოორდინატორი, რომელიც ანტისემიტიზმის საკითხებზე იქნება ორიენტირებული. ხშირად ისინი ატარებენ ტრენინგებს ანტისემიტიზმსა და ანტისიონიზმზე. საჭიროა იყოს ხოვლის მომცველი პაკეტი და უნდა იყოს კონკრეტული კომპონენტები, რომლებიც უკავშირდება იმას, რაც კონკრეტულ კოლეჯში ან უნივერსიტეტში ხდებოდა. ვიტყვი, რომ გარკვეული კარგი ამბავიც არის. პირველ რიგში წინააღმდეგობა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბრანდაისის ცენტრი ახლა რამდენჯერმე უფრო დიდია, ვიდრე ვიყავით, 7 ოქტომბერს, და კიდევ ბევრი სხვა ორგანიზაცია, რომლებიც იბრძვიან. მეორე, ჩემი აზრით, კოლეჯები და უნივერსიტეტები სრულყოფილად არ მუშაობენ, მაგრამ ისინი ბევრად უკეთ რეაგირებენ ანტისემიტიზმზე, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ებრაული ორგანიზაციების, როგორიცაა ჩვენი, ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების და კონგრესის ძალისხმევა ნამდვილად ახდენს გავლენას. და მესამე, მაშინ როცა ზოგიერთი სტუდენტი ეშინია, რომ გამოხატოს თავისი იდენტობა როგორც ებრაელი, სხვები ხმას იღებენ. და ჩვენ ვხედავთ ებრაელი ლიდერების ახალ თაობას, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებსაც კი, საშუალო სკოლის მოსწავლეებსაც კი, მაგრამ რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის სტუდენტები tkაnan და იბრძვიან. ეს არის ის, რაც უნდა ვიხილოთ. და ეს არის ის, რაც შეცვლის ვითარებას, თუ რამე შეცვლის. მინდა თქვენ და ბევრ სხვას დიდი წარმატება ისურვოთ ამ საქმის წინ წაწევაში. და კიდევ ერთხელ მადლობა გადავიხადოთ გადაცემაში მოსვლის თემაში მოსვლისთვის. გმადლობთ ალან, ჩემთვის სიამოვნება იყო.